ერთ-ერთი გავრცელებული ცნობილი ტუტუცური ტყუილია, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად მოძღვრებისგან და ის შემდეგში მდგომარეობს. მოძღვრის გარეშე ღმერთს ვერ მიუახლოვდები და არაფერი არ გამოგივა. ეს არის ტყუილი, რომელიც პირდაპირ ქრისტეს წინააღმდეგ მიდის. უბრალოდ რატომღაც მოძღვრები ამაზე ვერ ფიქრობენ, ვერ დაფიქრდნენ, რას ამბობენ. მოძღვარი როცა ამას ამბობს, თან ამბობს სიმართლეს, თან ტყუილს. როგორ? ადამიანი, რომელმაც არ იცის ღმერთი, არის სამსახურეობრივ სოციალურ რუტინაში, როდესაც ანაბანა არ იცის, თუნდაც როგორ მოიქცეს იმისთვის, რომ უფალს უფრო დაუახლოვდეს, რა უნდა ქნას ამისთვის, რა ლოცვები უნდა იკითხოს, როცა ეს არ იცის. ამისთვის მას სჭირდება მოძღვარი, იმისთვის რომ მოძღვარი დაეხმაროს უფალთან როგორ იურთიერთოს ადამიანმა. მოძღვრის ერთადერთი ფუნდამენტური დანიშნულება არის ის, რომ ასწავლოს ადამიანს უფალთან ურთიერთობა. ის კი არა, რომ მოძღვრის გარეშე შეუძლებელია უფალთან ურთიერთობა, არა. მოძღვარი არ დგას უფალსა და ადამიანს შორის, სატანა დგას უფალსა და ადამიანს შორის. მოძღვარი ეხმარება უფალთან ურთიერთობაში, იმ უფალთან, რომელთანაც უკვე პირდაპირ კავშირი აქვს. გააცნობიერეთ ხალხო, მოძღვარი, სულიერი მოღვაწე, არც მე, არც სხვა ვინმე, თქვენ შორის არ დგას არავინ, შენს და უფალს შორის. მოძღვარი არ არის შვამავალი შენს და ღმერთს შორის. მოძღვარი გეხმარება, როგორ დაელაპარაკო უფალს, როგორ მიხვიდე უფალთან. ხოლო თუ მოძღვარი გეუბნება, რომ მე ვარ შენი შვამავალი და ჩემს გარეშე ვერაფერს გააკეთე, ის მიდის ქრისტეს წინააღმდეგ და გატყუებს, პირდაპირ გატყუებს უფალსა და თქვენ შორის ჩადგნენ. იმას კი არ გეუბნება, რომ შვილო, შენ შეგიძლია ჩემს გარეშეც იურთიერთო უფალთან და არ არის პრობლემა. შეგიძლია ჩემთან ერთად იურთიერთო უფალთან, არ არის პრობლემა. უფალთან ურთიერთობა არ არის პრობლემა, ჩემთან ერთად იქნება თუ ჩემს გარეშე, რადგან მე არ ვარ თქვენი შვამავალი, მე გაჩვენებ როგორ იურთიერთო უფალთან. ამას უნდა გეუბნებოდეს, როგორც მოძღვარი, ისე სულიერი მოღვაწე. ადამიანსა და ღმერთს შორის შვამავალი არ არსებობს, რადგან ღმერთი არის შენს გულში და არა მოძღვართან. გააცნობიერე ეს. მოძღვარმა უნდა გასწავლოს, როგორ დაელაპარაკო უფალს გულში. ხოლო როცა მოძღვარი გეუბნება მე ვარ და ჩემს გარეშე ვერაფერს იზამ, გატყუებს უფალსა და ადამიანს შორის ჭეშმარიტი შვამავალი არის გული, 40,000 ნეირონი, რომელიც გააქვთ. სხვა არავინ, სხვა ყველა გასწავლის ღმერთთან როგორ იურთიერთო. მე არ ვარ შვამავალი ღმერთსა და შენ შორის. მოძღვარი არ არის შვამავალი ღმერთსა და შენ შორის. შენ და უფალი ხართ ერთად და თქვენ შორის არავინ არ დგას, რადგან უფალს არ ჭირდება შვამავალი მასსა და მის შვილს შორის. არ ყავს ფიზიკურად ესეთი რაღაც. მესენი გეუბნებიან, შენ რაც არ უნდა იცოდე, შენ ჩემს გარეშე ვერაფერს ვერ იზამ. ჩადგნენ შვაში ხელოვნურად. მოძღვარი ტყუილს არ უნდა გელაპარაკებოდეს, სიმართლეს უნდა ლაპარაკობდეს ყოველთვის. მან უნდა გითხრას, შვილო, შენ თუ იცი ღმერთთან ურთიერთობა, ჩემს გარეშე თავისუფლად შეგიძლია უფალთან იურთიერთო. მე არ ვდგავარ თქვენ შორის. ასევე შეგიძლია ჩემთან ერთადაც იურთიერთო. თუ იცი უფალთან ურთიერთობა, შეგიძლია იურთიერთო ჩემს გარეშე და ასევე ჩემთან ერთად. როგორც შენ გადაწყვეტ, თუ იცი, თუ არ იცი, მოდი მე დაგეხმარები უფალთან როგორ იურთიერთო. მე თქვენ შორის ვერ ვიდგები, რადგან ეს არის შეუძლებელი. ერთადერთი ამ სამყაროში უფალსა და ადამიანს შორის რაც ცდილობს ჩადგეს არის ბნელი. მეტი არსი, მაღალი ადამიანსა და უფალს შორის არაფერი არ დგება. ვერ ბედავს მაგას. არ შეიძლება ამის გაკეთება, გაჟღერება, მოქმედებაში მოყვანა და ასე შემდეგ. მე არ მაქვს უფლება შენ მოგიზიდო და გითხრა რომ მარტო ჩემთან ურთიერთო და მე შეძლებ ღმერთთან ურთიერთობას. ანუ მე არ მაქვს უფლება ბნელის პროტოკოლი განვახორციელო შენთან. მე შენ გამუდმებით უნდა გეუბნებოდე რომ მე ვარ შენი გზამკვლევი. ხოლო უფალთან პირდაპირ გაქვს კავშირი. მე არ გაკავშირებ შენ უფალთან. ჩემი გავლით ვერ მიხვალ შენ უფალთან, რადგან მე არ ვარ ღმერთის პირადი მოადგილე. არ გჭირდება არანაირი მოადგილე, პირდაპირ ღმერთთან ხარ კავშირში გულით. ამას უნდა გეუბნებოდეს. მან უნდა გითხრას, შენ თუ არ იცი, მე დაგეხმარები როგორ მიხვიდე უფალთან. თუ იცი, თუ დაგჭირდები, რაღაცეებში დაგეხმარებ. თუ იცი, არ არის აუცილებელი მე დაგეხმარო. ანუ სიმართლე უნდა ილაპარაკოს და როცა ამას არ ლაპარაკობს, ადამიანი ამას შინაგანად გძნობს. მოძღვრებო, გააცნობიერეთ. თქვენ ბევრი რამე არ იცით. თუთიყუშები ვითხართ ძველ ცოდნებს და ამ ყველაფერს ერთმანეთის რაღაც ნათუთი ყუშარს იმეორებთ. ყველა ადამიანმა ზეპირად იცის ბიბლია და უფლის ცოდნა. ქვეცნობიერად ღმერთმა ჩაუდო, შიგნით დევს ეს ცოდნები და შენ რომ ამ ტყუილს ეუბნები, მის შიგნით ცოდნაში
წინაშე არ ჯდება და შენი აღარ ჯერავს და რწმენაც ერყევა ამის გამო ამ პატარა თითქოს ტყუილის გამო და შენც ვერ აცნობიერებ იმიტომ იმეორებ ამას კაცო რა სიტყვებს არ აქვს მნიშვნელობა და რატომ იმეორებთ ამას რეგულარულად თქვენი აზრით თან ყველგან ეს მესმის მოძღვრის გარეშე ვერ იზამ იმის გარეშე ვერ იზამ მართალს ეუბნები ვინც არ იცის ვერ იზამს მაგრამ ვინც იცის უთხარი იმას რომ შეუძლია ქნას რატო ატყუებ ამის თქმა მინდა იცის იმან ისედაც შიგნით უმეცარმაც კი იცის შიგნით როცა ატყუებ ამაშია საქმე და მე უკვე რწმენა აღარ აქვს შენს მიმართ უკვე რომ ატყუებთ ხალხს თქვენი აღარ ჯერავს და ამის გამო ხშირად გიწევთ ამ სიტყვის მეორება რომ შეინარჩუნოთ მრევლი მაგრამ მრევლს ტყუილით ვერ შეინარჩუნებ ამაშია საქმე მრევლს და ადამიანს მოიზიდავს სიყვარულით და სიმართლით იმ სიმართლით რომელიც სიმართლეც დეფიციტშია პლანეტაზე არის სიმართლის დეფიციტი და შენ უნდა იყო ამის წყარო და შენ ვერ ხარ ამის წყარო ატყუებ ქრისტემ პირდაპირ უთხრა მორჩა აღარ გჭირდებათ კედლებიო თქვენშია დღეიდან ღმერთიო ამისთვის მოვედი უკვე მეო თქვენშია ღმერთიო და შენ გამოდიხარ და ჩემს გარეშე ვერაფერს ვერ იზამო ეუბნები ქრისტეს წინააღმდეგ მიდიხარ და ვერაცნობიერებ ორივე უთხარი რა ხდება თუ არ იცი შვილო მოდი მე გასწავლი თუ იცი შვილო ილოცე და ისედაც შეგიძლია და მაინც მოდი ჩემთან და უფრო მეც გასწავლი ან შენ მასწავლე შვილო მე აი ესე უნდა ელაპარაკებოდე და თელი საქართველო მოგადგება კარებზე მერე მოძღვრებო უდიდესი ამპარტავნებაა შენ რომ ადამიანს ეუბნები ჩემს გარეშე უფალთან ვერი ურთიერთობ შენ ამბიცია გაქვს იმის რომ შენს გარეშე ღმერთთან ვერი ლაპარაკებს შვილი მამასთან ეს არის ამპარტავნება ამის ამბიცია რომ გაქვს ადამიანსა და ღმერთ შორის ანგელოზებიც კი ვერ ჯდებიან და შენ ჩაჯექი ადამიანსა და ღმერთ შორის და გამოდვებით ამას უმეორებ თან ჩემს გარეშე ღმერთს ვერ დაელაპარაკები ჩემს გარეშე ვერაფერს ვერ იზამ ჩემს გარეშე ხალხს კარგავ და ამიტომ უმეორებ ამას აბა ეხლა სხვა მიზეზი რა უნდა გქონდეს ამას რომ იმეორებდე პანიკაში ხარ ამას ქვია პანიკა შიშით ლაპარაკობ გაიგე გეშინია და ამიტომ ეუბნები ადამიანს ამას თორე ეხლა ღმერთით რომ ლაპარაკობდე ეტყვის სიმართლეს და ეს სიმართლე მოიზიდავს ყველას აი რატომ ვამბობ ამპარტავნებას აი შენ მოძღვარო და მე და ნებისმიერი ადამიანი რომელიც ტუალეტში გადის სკრინტი მოდის ანუ ადამიანია და შენ გინდა თქვა რომ ღმერთსა და ადამიანს შორის შეგიძლია ჩადგე როცა ამ სამყაროში ვერც ერთი არსი ვერ ბედავს მაღალი იერარქიიდან მსგავსი აზრიც კი გააჟღეროს თავში რომ იცი რა შვილო მოდი ჩემთან მე ვარ ღმერთსა და შენ შორის შომავალი თუ არა და ცალკე ვერ დაილაპარაკებ ანუ ასეთ სიმახინჯეს მარტო სატანა აჟღერებს და ვერ ხვდები რა გიქნეს ვერ ხვდები რომ ესეთი რამე არ უნდა თქვა ვერ ხვდები იმას რომ სიმართლე უნდა ილაპარაკო ვინ ხარ შენ რომ ადამიანსა და ღმერთს შორის დგები ერთი ვიღაც მოკვდავი არავინ როგორც მე ერთი ვიღაც მოკვდავი არავინ ვინ ვარ მე რომ ადამიანსა და უფალს შორის ჩავდგე და უთხრა რომ ჩემს გარეშე თიც გაანძრევ და ვერაფერს ვერ იზამ ამიტომ ამ ყველაფრის პასუხი მეგობრებო არის ერთი მოძღვრის გარეშე შენ უფალთან შეგიძლია იურთიერთო ან ვერ იურთიერთებ თუ ეს არ იცი თუ იცი იურთიერთებ თუ არ იცი ვერ იურთიერთებ ხოლო თუ იცი შეგიძლია ასევე ამ ცოდნასთან ერთად მოძღვართან ერთად იურთიერთო ღმერთთან და ეს არის აბსოლუტური სიმართლე რომელსაც არავინ არ გეუბნება აი ჭეშმარიტი მანიპულატორი ძალაუფლების მომხვეჭი მოძღვრის პოსტი დღეს წავაწყდი ამ პოსტს და წერს წმინდა ანტონი დიდის ნათქვამს უდევს პოსტი თუ გსურს წინ წაიწიოს სულიერ ცხოვრებაში ნუ გადადგამ ნაბიჯს მოძღვრის კურთხევის გარეშე ღმერთთან ერთი ნაბიჯი არ გადადგა მოძღვართან თუ არ გაივლი კონსულტაციას მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ღვთისადმი შენი შრომა სათნოო წმინდა ანტონი დიდი და ნახეთ წმინდა ანტონი დიდს ბევრი რამე აქვს ნათქვამი რომ შენ შეგიძლია იურთიერთო უფალთან შენ გულში შენ შეგიძლია იურთიერთო მოძღვრის გარეშე როცა არ იცი მაგრამ ამას კი არ გეუბნება როცა არ იცი არა იყენებს წმინდანებს იმისთვის რომ საკუთარი მახინჯი პროპაგანდა დამოკიდებული გაგხადოს მათზე და ასე შემდეგ მეორე კიდევ პოსტი აქვს ჩადებული ვინც საკუთარ ნებას მოძღვრის წინაშე მოჰკვეთს ის დიდ ღვაწს აღასრულებს ესე იგიო შენ თუ შენი ნება გექნებაო და ამას მოჰკვეთო გააჩერებო შენს ნებას რომელიც უფალმა მოგცაო თუ ამ ნებას გათიშაო საერთოდ და გადააგდებ ნაგავშიო მაშინო ესო დიდი ღვაწლი არისო მოძღვრის წინაშეო წმინდა სერაფიმ საროველის ნათქვამი ეს რეალურად წმინდანებმა რას თქვეს სიმართლეა მაგრამ ეს არის დამახინჯებული სიმართლე კონტექსტიდან ამოღებული და აკინძული თავისი სათქმელი სიმახინჯე ამიტომ ჩემი აზრით ყველა წმინდანმა და ყველა მოღვაწემ ძალიან ფრთხილად უნდა ილაპარაკოს რომ ვინმემ მისი ნათქვამი მახინჯით არ ამოიღოს და არ გადაუკეთოს და ესეთი აქვს ტონობით და მე ხალხი შედის და თურმე ეს უნდა თავის მახინჯ აზრს კინძავს
წმინდანების კონკრეტული ნათქვამების ამონაკრეფის სტროფებიდან. ესე ჭრის და კერავს წმინდანების ნათქვამს ბოროტულად და იტყუება. რატომ? იმისთვის, რომ მოიზიდოს მრევლი ტყუილით, მერე მართოს ცხვარივით და კარგი რომ არ უდევს. ეხლა გასაგებია კარგი ვისაც უდევს, ღმერთის ჭეშმარიტი სამართლიანი გულწრფელი ხმით გელაპარაკება. ღმერთის კაცი ფიზიკურად ვერ მოგატყუებს შენ. არ შეუძლია ეს როქნას. ამიტომ დაიმახსოვრე, შენ ურთიერთობა ღმერთთან შეგიძლია გქონდეს ყველგან, სადაც არ უნდა იყო, მოძღვრის გარეშე, ჩემს გარეშე, ყველაფრის გარეშე, მაგრამ შენ თუ კარგად არიცი უფალი, მიდი კარგ მოძღვართან და დაგეხმარება იმაში, რომ უფალთან იურთიერთო. მაგრამ იცოდე, მოძღვარი არ არის უფალსა და შენს შორის არასოდეს. შენ და უფალი ხართ ყოველთვის.